მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ილია, ჯასტინ, აშკარაა რომ აქ ყველაფერი პირადულში გადავიდა, ხო ასეა? ისეთი შეგრძნება, რომ ყოველი ბრძოლის წინ ყოველთვის არის შანსი, რომ სიტუაცია ძალიან პირადულში გადაიზარდოს და სიძულვილი გაჩნდეს. გეიჯი, შენით დავიწყოთ. აუცილებელია, რომ ბრძოლის წინ ყოველთვის იყოს რაღაცა პირადული წყენა. ყოველთვის ასე ბინძურად უნდა წარიმართოს ყველაფერი. ეს ბიჭებო ფსიქოლოგიურად გჭირდებათ, რომ ოქტაგონზე საუკეთესოდ იჩხუბოთ, თუ საერთოდ რას ფიქრობთ ბრძოლებისთვის მზადებაზე. არა, ვფიქრობ საერთოდ არ არის აუცილებელი პირადულში გადასვლა. საბოლოო ჯამში ჩვენ ერთმანეთის დასახიჩრებას ვცდილობთ. ასე რომ ალბათ ეს უკვე საკმაოდ პირადულია, მაგრამ ეს ჩვენი საქმეა. მე არასდროს მithქვას რაიმე პირადული, თუმცა ბრძოლის კვირაში ნერვები ყველას ზღვარზე გვაქვს. ემოციები ბიგზე, ამიტომ ყველაფერს მწვავედ აღვიქვავ. და არ აქვს მნიშვნელობა რა ვთქვი ან რა არ ვთქვი. ყველაფერს პირადულში მივიღებ. და რასაც არ უნდა ამბობდეს ის, მე ამას პირადულში მივიღებ, რადგან ყოველთვის ბრძოლისთვის ვარ განწყობილი და ეს ტიპი კიდე შენგან პირადულად არაფერს მივიღებ, მაგაზე არც კი იფიქრო. ჩვენ შორის განსხვავება ისაა, რომ შენ მხოლოდ შეეცდები რამე დამიშაო, მე კიდევ რეალურად დაგაზიანებ. შენ შეეცდები რაღაცის გაკეთებას, მე კი უბრალოდ ავიღებ და გავაკეთებ. ილია, მოდი ამაზე ცოტა ვისაუბროთ, გავშალოთ ეს თემა. მისტერ გეიჯი, ვაფასებ რომ უბრალოდ ზიხარ და ამას ისმენ, რადგან შოუს სასიკეთოდ ახლა პასუხის გაცემის საშუალება არ გაქვს. ალბათ მსგავს სიტუაციაში აქამდე არასდროს ყოფილხარ, არ იცი როგორ მოიქცეთ. ვაფასებ რომ ახლა თავს იკავებ და არ პასუხობ. ილია, მოდი ამაზე ვისაუბროთ. დღესდღეობით ყველაზე თავდაჯერებული ხარ? როგორ ემზადები გარე პირობებისთვის? არის რამე განსხვავებული ამ წელს ან ამ ბრძოლაში, როცა ზუსტად იცი რომ ჯასტინ გეიჯის დააზიანებ, ან უბრალოდ გონია რომ ამას შეძლებ? მე ყოველთვის დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებლობებში. ყოველთვის ვიცი რისი გაკეთება შემიძლია ოქტაგონზე. რა თქმა უნდა, სხვა პირობებში მოგვიწევს ბრძოლა, რადგან ღონისძიება გარეთ ბაღში ტარდება. და ცხადია, ბევრი ვიმუშავე ღია ცის ქვეშ, რომ ამას შევეჩვიო. როგორც ყოველთვის ვამბობდი, პატივცემ ჯასტინს, როგორც მეტოქეს. ვფიქრობ, მან ბევრი მიაღწია ამ სპორტში, მაგრამ ჩვენ შორის უდიდესი განსხვავებაა. როგორც თქვი, ის შეეცდება რაღაცის გაკეთებას, მე კიდევ ამას გავაკეთებ. ამას ჯერა ყველაფრის რასაც ამბობს. ზის აქვს საკუთარ ყუილს ყნოსავს და გონია რომ ღმერთია. ისეთივე ადამიანია როგორც მე. ამას მაშინვე მიხვდება როგორც კი მის ყბას შევეხები. ისევე დაიძინებს როგორც ნებისმიერი სხვა, როცა მიზანში ვარტყავ. ისევ და ისევ შემიძლია ვიჯდე და ვილაპარაკო რომ მომავლის წინასწარ მეტყველება შემიძლია და ვიცი რომ მეორე რაუნდის მეორე წუთსა და მე-10 წამზე ნოკაუტში ჩავაგდებ. მაგრამ ეს სპორტია, ასე არ მუშაობს. ზედმეტად დიდი ხანია ამ საქმეში ვარ საამისოდ რომ იქ რაღაცა მოლოდინებით გავიდე. მე ვიცი რომ ვეჭუბები ვიღაცას, ვინც ძალიან მაგარია ბრძოლაში. სოფლიო დონის მებრძოლია ბოლო-ბოლო. მისი ბოლოს ამი ფინიში უბრალოდ შტამბეჭდავია და წინ უდიდესი გამოწვევა მაქვს. ანდერდოგი ვარ 5 ერთზე და რა თქმა უნდა მთელი სამყარო ჩამომწერს, მაგრამ წნეხის ქვეშ უფრო მაგრდები. მაგრად მიყვარს წნეხი. სწორედ ამიტომ ვარჯიშობ ვირივით. მიყვარს ასეთი სიტუაციები. მაგრად მევასება, როცა შენ ისი თითქოს ნოკაუტში ჩამაგდებ, რადგან როცა ბრძოლა მეორე ან მესამე რაუნდამდე გადავა, იფიქრებ, ოხ, რამხელა ნაკავი ვილაპარაკეთ ყუილად. მანდ მეორე და მესამე რაუნდი არასდროს იქნება. შენ ციცი რომ ეგ არ მოხდება. მაგამდე მივა საქმე და სულელივით გამოჩდები. როცა მაგამდე მივალთ, მე გამოჩდები სულელი. ჩვენ ერთმანეთს უნდა ვეჭუბოთ, ასე რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რამდენიმე დღეში ერთმანეთს ვეჭუბებით, ასე რომ შეუძლია იყოს ისეთი ემოციური, როგორიც უნდა. მე საერთოდ არ მადარდებს. ჯასტინ, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ იგრძნობ იმას, რაც აქამდე არასდროს გიგრძნია. ჩემნაირი არასდროს შეგხვედრია, არასდროს. მე ღრმა ნოკაუტშიც ყოფილვარ, ოქტაგონზე 30-ზე მეტჯერ გავსულარ. ვერაფერს ვაჩვენებ და ვერაფერს მაგრძნობინებ, ისეს რაც აქამდე არ მიგრძნია. კითხვა ორივესთან მაქვს და მოდი შენით დავიწყოთ ილია. როცა ჯასტინის ბრძოლების ჩანაწერებს უყურებ, საერთოდ რას ხედავ მასში? და შენი აზრით რა სუსტი წერტილებია მის ტექნიკაში, რითიც შეგიძლია ისარგებლო? ის ქაოტური მებრძოლია, ხო ხვდები რასაც გულისხმობ. ბრძოლაში მას ეს ქაოსი სჭირდება, მაგრამ მე ამ ქაოსში სიმშვიდე შემომაქვს. და როგორც უკვე გითხარით, საბოლოო ჯამში საერთოდ არ მაინტერესებს რას შემომთავაზებ მე ბრძოლაში, როგორია მისი სტრატეგია ან რამე მსგავსი. მე უბრალოდ გავალ ჩემს საქმეს გავაკეთებ და იცით რა, ჩემს სტრატეგიას გეტყვით. ჩემი სტრატეგია, გავიდე და თავი მოვაგლიჯო ამ ბიჭს. ეს არის სულ რისი გაკეთებასაც ვაპირებ. ძალიან მეშინია, ძალიან. ორივე ვეცდებით ერთმანეთის თავების მოგლეჯვას. ამაშია მთელი ჩვენი საქმე. სწორედ ეს არის ამ დააფეთქებული თამაშის არსი. საერთოდ თუ უყურებთ ბრძოლების ჩანაწერებს, თუ სწავლობთ ერთმანეთის ბრძოლებს, მოგყავთ ისეთი სპარინგ პარტნიორები, რომლებიც თქვენი მეტოქის სტილში შხუბობენ. ჩვეულებრივი ამბავია ეგ ბრძოლის წინაკვირეებში. საერთოდ როგორ უდგებით ამ საკითხს? ორივე ერთნაირად იქცევით? გეიჯი, შენი დავიწყოთ. მისმინე, მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი მყავს. მას ვენდობი, ჩანაწერებს აკეთებს, მერე კი ის ამ გეიმპლანს პირად ჩემს ვარჯიშებში ნერგავს. მე საქმით ვსწავლობ. ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მჭირდება, ხო ხვდები? ასე რომ ჩემმა მწვრთნელმა გეიმპლანი უკვე ჩამიდო თავში და გვაქვს მეთოდი.
ვცნობდი. თუ როგორ ვიყო მაქსიმალურად ეფექტური დარტყმებში, ასე რომ მზად ვარ იმისათვის, რომ ის ფეხებში შემომივარდება და პარტიაში დაიწყებს ჩალის. ამბობს, რომ ბრძოლა დგომში იქნება, მაგრამ როგორც კი რამოდენიმეჯერ კარგად მოვარტყავ, ეგრევე დაავიწყდება ყველაფერი. დაივიწყე ეგ, ფეხებში არასდროს ჩაგივარდები, დაივიწყე. უბრალოდ მინდა რომ ილაპარაკოს, რომ მე კიდე დავუმტკიცო რა ხდება. ხო, აი ნახავ, ჩემი მხრიდან არ იქნება ტეიქდაუნები. შეიძლება შენ სადო ფეხებში ჩავარდნა, როცა გადგენ. მე მიყვარს პარტერი, საერთოდ ამას შერეული ორთაბრძოლები ქვია. არ ვიცი გახსოვს თუ არა. ხო, მინდი გააკეთე, ყველაფრისთვის მზად ვარ. რისი გაკეთებაც გინდა, უბრალოდ გააკეთე თუ შეგიძლია. მოდი დავნიზლავდეთ, რომ შენ საერთოდ ვერანაირი ჯანდაბის გაკეთებას ვერ შეძლებ. ეგ უბრალოდ ლაპარაკობს, უბრალოდ პლიკინებს. ამბობდა, რომ პედისთან შანსი არ მქონდა და მე საქმით საპირისპირო დავამტკიცე. მე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 3-ჯერ მოვიპოვე და შენ კიდევ საოცარი ხარ. შენი მიღწევებით ჯანდაბა პირდაპირ შეუდარებელია. შენ ეხლა ხმა საერთოდ არ უნდა იღებდე. ამ ეკრანზე ეხლა მე ვარ აქ მეფე. აქ დედააფეთქებული ჩემპიონი მე ვარ. ასე რომ მოკეტე, ეგ შენი სირობა პირი. ბატონო მეფე, სულ ასეთ ჯანზე ხარ? ფიზიკურად როგორ გზნობ თავს? ბრძოლის კვირის ამ ეტაპზე როგორი შეგრძნებები გაქვს? თავს იდეალურად გრძნობ, როგორც სულ ამბობ ხოლმე, ჩემი ცხოვრება ერთ გაუთავებელ საწვრთნელ ბანაკს გავს, მაგრამ ახლა ისე მაგრად ვარ, როგორც არასდროს. ეს ჩემი მეორე, უпростоრეთ მესამე ბრძოლა მსუბუქ ზონაში და ჩემი ორგანიზმი უკვე მაგრად მოერგო ამას. მანამდე ხო ქვემ მსუბუქ ზონაში მიწევდა ჩხუბი და წონის დასაკლებად, რამის თავს ვიკლავდი ხოლმე. ეს პირველი შემთხვევაა, როცა შეკრების თითოეული წამით მართლა მაგრად ვკაიფობ. ძალიან გახარებული და დამუხტული ვარ იმის გამო, რომ მონაწილეობამ ღონისძიებაში, რომელიც ალბათ მარტო UFC-ს კი არა, ზოგადად სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება. მოკლედ მაგრად ვარ მოტივირებული. შენ რა სიტყვი გეიჯი, სხეული როგორ გზნობს თავს? ახლა მაგის პიკია თუ კვირის ბოლოსკენ დაიწყება მთავარი ჯოჯოხეთი? როგორ გზნობ თავს? უახლოეს 2 დღეში დაიწყება. ზოგადად ამ ჯერზე ცოტა სხვანაირადაა საქმე. პარასკევის მაგივრად შაბათს ვიწყებთ. თანდილის 9 საათის ნაცვლად 11-ზე. ასე რომ პროცესი ცოტათი განსხვავებულია. მაგრამ საბოლოო ჯამში 155 ფუნტამდე ჩამოსვლა მაგარი სასიზღრობაა. მაგას ვერ გაიქცევი და ეს მთელი ამ პროცესის ყველაზე ცუდი ნაწილია. მისმინე, მე ხომ სოფელში ვარ გაზრდილი, ასე რომ მოვიდეს ეგ სიცხეები და მწერებიც. სიცხისთვის მაგრად მოვემზადე ვარჯიშის შუაში და დაწყებამდე სუსაუნაში ვეგდე. რომ შევჩვეოდი, ხო ხდები? მწერები კიდე საერთოდ არ მანდარდებს ეს. როცა შიგნით შედიხარ, ისე ხარ ფოკუსირებული, რომ ხალხს ან განათებას ვერც კი ამჩნევ. ვართ მარტო მე და აგერ ეს მისტერ მეფე. მომწონს შენ რომ მეფეს მეძახი. ჩვეულებრივი ნარცისი ხარ. აბა რა, შენი მეფე ვარ. მისტერ მეფე მარტო ის იცის, რომ პირველივე რაუნდში გეიჯის დასაძინებლად გაუშვებს. თვალი არ დაახამხამოთ, მალე დასრულდება ყველაფერი. UFC Featherweight Championship on the... really right. So that's why I'm very interested. Ooh, very strong low kick. Almost took him up, but what strategy they developed. 2 kicks from Claudia Benta. Oh! Coach Dean Tom Might be having a problem already with that low kick. gotta be careful as he backs out. And listen, regardless of whether or not it was... And there are moments in round 1. Competitive first spot. It doesn't give you a chance to pass. Because if he went straight back into defense, pin away with the jabs, Topuria is loading up, looking for such a good boxer. And the way he mixed... Shocking result in Anaheim to many. Ilia Topuria not surprised. UFC
Conor McGregor, if you still have some balls, I will be waiting for you in Spain.